ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც იცის საკუთარი სიკვდილის შესახებ და რომელიც ეძებს ცხოვრების აზრს. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ სიცოცხლეს ჰქონდეს წონა, მნიშვნელობა, რომ დავტოვოთ კვალი. ხოლო როდესაც სხვები გვაღიარებენ, ამით თითქოს გვიდასტურებენ, რომ შენ სიცოცხლეს აქვს აზრი, შენ ტყუილად არ ხარ ამ ქვეყნად. ეს სიკვდილის ქვეცნობიერი შიშის დაძლევის სურვილია და მომენტია. არაჩვეულებრივი მეცნიერი და ავტორი ერნესტ ბეკერი თავის ასევე არაჩვეულებრივ შესანიშნავ წიგნში სიკვდილის უარყოფა წერდა, რომ ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ქმნის უკვდავების პროექტებს. არქიტექტურა, ხელოვნება, მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა, თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანის აშენებული სახლი. ადამიანი ამას აკეთებს იმისათვის, რომ დატოვოს საკუთარი კვალი. ის არის სოციალური არსება. და მისთვის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც შიგნიდან გაწვება რაღაცა ფიქრი, ემოცია, განცდა და ეს ყველაფერი გინდა რომ მოაქციო ფორმაში და გააცნო სხვებსაც. ეს შემოქმედებითი პროცესია. პოსტვად შემოქმედებითი პროცესია და სოციალური აქტივობაც, ასე ვთქვათ. როცა რაღაცას ვაქვეყნებთ, ჩვენ თითქოს ვაფიქსირებთ, რომ მე ეს შევქმენი, მე ასე ვხედავ სამყაროს, მე ასეთი ვარ. ეს არის საკუთარი არსებობის, შეიძლება ასე დავარქვათ, ციფრული არტ-თერაპია. ჩვენი სოციალური ქსელები არის ერთგვარად ჩვენივე ციფრული მავზოლეუმები, სადაც ჩვენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვაშენებთ საკუთარივე ძეგლებს. ეს ამბავი ახალი არ არის კაცობრიობის ისტორიაში. კაცობრიობის ისტორია არის სწორედ საკუთარი თავისთვის ძეგლების აშენების ისტორია, მოყოლებული ეგვიპტელი ფარაონებისგან, რომლებმაც პირამიდები აიშენეს, შემდეგ უკვე მავზოლეუმები, სასახლეები, საგვარეულო ციხესიმაგრეები და ხელოვანები თავისი ნახატებით, მუსიკით, წიგნებით და ასე შემდეგ. რა შეიცვალა დღეს? თუ ადრე ძეგლის დასადგმელად ადამიანს სჭირდებოდა, ვთქვათ, ძალიან დიდი თანხა, სჭირდებოდა ძალაუფლება ან გენიალური ნიჭი და უნარი, დღეს საკმარისია მხოლოდ სმარტფონი და ინტერნეტი. დღეს ნებისმიერ ადამიანს საკუთარი პატარა ციფრული მინი პირამიდა გვაქვს ჩვენი სოციალური პროფილების სახით. ეს სისტემა ნამდვილად არის ჩვენი ნარცისიზმის და ამპარტავნების უნოყიერესი სასუქი. ჩვენ გვაქვს განცდა, რომ რახან რაღაცა დავპოსტეთ, დავწერეთ, ამით რაღაცნაირად ციფრულ სამყაროში გავუშვით ინფორმაცია. დავამარცხეთ დრო, დავტოვეთ კვალი. მაგრამ ძალიან ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ საკმარისია ერთი რაღაცნაირი კიბერთავდასხმა, ერთი გლობალური გათიშვა ელექტროენერგიის, ან უბრალოდ კომპანიის გაკოტრება ან რაღაცნაირად სხვანაირად ფორმირება, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთი თვალის დახამხამებაში საერთოდ გაქრეს და აორთქლდეს, ისე, რომ თითქოს არც არასდროს ყოფილა. ეს ფიქრი რა განცდას იწვევს შენში? ეს შენთვის შოკი იქნება? თუ დიდად მაინც და მაინც არც არაფერი მოხდება და ცხოვრება გაგრძელდება ძალიან ჩვეულებრივად და მშვენივრად. განსაკუთრებით ეს კითხვა საინტერესო იქნება, რომ დავუსვათ თინეიჯერებს, ასე ვთქვათ, ადამიანებს, რომელთა ცხოვრებაში სხვა ეპოქა არც არსებულა. ისინი მხოლოდ ამ რეალობას იცნობენ, როცა მიჯაჭვულები არიან სოციალურ სივრცეზე. თუმცა გაცილებით უფრო ზრდასრული ადამიანებისთვისაც არანაკლებ რისკს შეიცავს ეს ვირტუალური პირამიდები და მავზოლეუმები. და კერძოდ იმას, რომ თანდათან დროთა განმავლობაში შესაძლოა ჩამოყალიბდეს რეალური მესგან განსხვავებული ციფრული მე. ჩვენი პროფილი ნელ-ნელა ხდება ვიტრინა, რომლის სრულ ქმნაზე, ასე ვთქვათ, ისეთი გააფთრებით ვმუშაობთ, რომ დრო აღარ გრჩება ხანდახან რეალური ცხოვრებისათვის, რეალური განცდებისათვის და რეალური ურთიერთობისათვის. ამან შეიძლება რაღაცნაირად გამოიწვიოს დეპრესია, რომელიც ვერ ხსნით, საიდან გვესტუმრა, ან შფოთვა, რომელიც ვერ ხვდებით, საიდან იკრებს ძალას და იღებს ფესვებს. არადა ეს სინამდვილეში ამის დამსახურებაა ხოლმე. ასევე ძალიან ცუდი არის ჩემი აზრით ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი იმდენად ვართ დაკავებული ჩვენი ცხოვრების დოკუმენტირებით, ფოტოების გადაღებით, პოსტების დაწერით, ვიდეოების ატვირთვით, რომ გვავიწყდება თავად ცხოვრების რეალური განცდა და ხანდახან შემეშინდება ხოლმე, რომ ალბათ დადგება დრო, როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მას აქვს უზომოდ დიდი და მრავალფეროვანი ციფრული მეხსიერება, მაგრამ მისი საკუთარი რეალური ემოციების საცავი თითქოს რაღაცნაირად ცარიელია. და მე ასევე ვფიქრობ, რომ ეს კულტურა მთლიანად შეიძლება საშიში იყოს იმით, რომ ადამიანები ნელ-ნელა უკვე ჩვენს თვალწინ იწყებენ
ცხოვრებას, მოგზაურობას, რაღაცის კითხვას, სიკეთის კეთებას, არა და არა იმიტომ, რომ ეს არის მათი მოთხოვნა და სურვილი, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ ციფრულ მავზოლეუმს და აი ამ ვირტუალურ პირამიდას შემატონ კიდევ ერთი ლამაზი ორნამენტი, ასე ვთქვათ. ალბათ, ჩვენი მიზანი და მცდელობა უნდა იყოს ის, რომ აი ამ ვირტუალურ ძეგლებში და სამყაროში მიღებული ლაიქები და კომენტარები ძალიან სერიოზულად არ მივიღოთ და არ აღვიქვათ საკუთარ ჭეშმარიტ კომპლიმენტებად. რადგან ამან ჩვენი ეგო, ასე ვთქვათ, არ გადააგვაროს და არ დავდგეთ იმ რეალობის წინაშე, რომ რამდენად ბევრადაც, ასე ვთქვათ, იზრდება და ძლიერდება ჩვენი ციფრული იდეალური პერსონაჟი, იმდენად სუსტდება და ნაწევრდება, ასე ვთქვათ, მის უკან მდგარი რეალური ადამიანი. დღეს კიდევ ორი მნიშვნელოვანი რჩევა პრაქტიკული ბლოკიდან. პირველი, ეს არის ინტენსიური რეალობა. ანუ, როდესაც განსაკუთრებით ღრმად შეგვიწევს სოციალური ქსელი, აი სწორედ მაშინ უკიდურესი გადაღლისა და გადამოფიტულობის დროს დადეთ ტელეფონი და გააკეთეთ რაღაც ძალიან ფიზიკური, რეალური. შეეხეთ მიწას. მორწყეთ ყვავილები. თუ რასაკვირველია, მიწა და ყვავილები არის იმ მომენტში თქვენს მოქმედების და ცხოვრების არეალში, ასე ვთქვათ. მოამზადეთ საჭმელი. ახედეთ ცას. ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანს ან საყვარელ ცხოველს. და მეორე, ეკრანის ფილტრი. შეხედეთ სხვის იდეალურ პროფილს, როგორც ფილმს ან როგორც რაღაც გამოფენას და გაიხსენეთ, რომ თქვენ ახლა ზიხართ თქვენს კულისებში და უცქერთ ვიღაცის პრემიერას და იცოდეთ, რომ თქვენი კულისები სხვის პრემიერას არ უნდა შეადაროთ. კომენტარებში გამიზიარე, რამდენად იმუშავებს ეს რჩევები, ან რამდენად კარგად მუშაობს ჩვენი წინა რჩევები პრაქტიკული ბლოკებიდან. შემდეგ ვიდეოში იცით რაზე განვაგრძოთ საუბარი, საერთოდ რატომ უნდა ვპოსტოთ და როგორ უნდა ვპოსტოთ, რომ ეს სივრცე დარჩეს ჩვენთვის ჯანსაღი ემოციური მდგომარეობის შემანარჩუნებელ და პირიქით მხარდამჭერ სივრცეთ. დროებით